თითები ესე თუ არა აყოლე, არ გაგისწორდება მე ვარ ძალიან თამამი რა. Come on bro. ეხა დროზე რო ვიბაზროთ საფუძვლიანად ძალიან შორს წაგვიყვანს ერთადერთი შემიძლია ის ვთქვა რომ ძალიან სწრაფი ფლოუ აქვს დაჭერილი და აი ცოტა ესე თუ არა უყოლე თითები უჭველი არ გაგისწორდება რა მე ამიტომ დრო არის აი ეხლამდელი მომენტი რა ჩემთვის რომელსაც ძალიან სწრაფი ფლოუ აქვს დაჭერილი და თითები ესე თუ არა აყოლე არ გაგისწორდება მე ენერგია გახლავთ სინერგიის მონათესავე სიტყვა. სულ მუსიკაა ჩემი ენერგიის წყარო რა სულ აი მართლა. მაგიტო უსმენ რაღაც კონკრეტულ მუსიკას რომ რაღაც ემოციის ენერგიის მიღება მჭირდება. ბეთლამდე რომ lose yourself უსმენ ეგ არის ლოგიკური რა მაგიტო უსმენ რომ ბეთლი გაქვს ხვალ. შესაბამისი მუხტი ენერგია და ემოციები გჭირდება. უნდა მიიღო მაგ ტრეკისგან და მაგიტო რთავ მაგ ტრეკს. ამიტომ ძირითად შემთხვევაში ენერგიის წყარო მუსიკა არა ჩემთვის. სიტყვა არის ყველაზე ლევამოსილი რამ ალბათ რა იმიტომ რომ მით უმეტეს ჩვენ დროში უკვე ძირითადად სიტყვით წყდება ყველაფერი რა სითამამე ზოგჯერ დამღუპველია ზოგჯერ კარგია ზოგჯერ აი სითამამე როგორი რამე აიცი მე ვარ ძალიან თამამი რა ჩემ პროფესიაში დავრჩები ისევ ბეთლზე მით უმეტეს მაგრამ აი ზოგჯერ რაღაცების გამო თავს უფლებას ვერ ვაძლევ რომ იმდენად თამამი ვიყო რამდენადაც მინდა ვიყო ან საჭიროა რომ ვიყო ყველაზე თამამი ბეთლზე ვარ მართვა ემოციების მართვას თუ დამამუღამებინებთ ვინმე ძალიან დამავალებთ. ადამიანები რომ მართვა საერთოდ არანაირი სრული არ მაქვს, მინდა გითხრა რა. მართვა რაღაც უხეში სიტყვა, ანუ ვერც გებულობ რა ბოლომდე. მართო შეიძლება რომ სუდად გამოიყენო ეგ ძალაუფლება რა. ადამიანის მართვა რო შეგიძლია შეიძლება კიმჩენინი გახდე რა. მე მირჩევნია რომ მივუთითო ან ვუბიძგო სიკეთისკენ ჩემი რეჩი და როკი, come on bro. იარაღი სიტყვის მე რომ ეს არის ყველაზე მომოსილი რაღაც რა და არანაირი შეხება მქონია მაგრამ ტარების უფლებას იმედია ვიყიდ დანა კარგი ბაბუა სახლი აი სახლი არის ადგილი სადაც ყველაზე მეტად მიყვარს ოფნა ყველაზე კომფორტულად ვარ და დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ყოველდღე დღე სახლში უეჭველი ფოთში ხმა კუნესის ხმა კიდე კრაუდის ხმა და არ მიყვარს კარჩე კივილი მეზიზღება რა აი მაგაზე აი რაღაც დაძაბული სიხში ეს აი მინოვაიმე მეზიზღება რა ვერ უსმენ ეგრევე ცუდად ხდება რჩევა აგერ ჩვენი ძმა შორს ვარ წავიდეთ რა ყოვამაძლევს მაგარ რჩევებს ხოლმე ძალიან მართლა და ყოვასთან უშენ ბაზარი მევსვეთა თამაში ბანის თამაშობ თუ არ თამაშობ კი როლია ბანი კი ქარაქტერია კი უჯვარ მე გარ ვარ ეგ არის რაღაცნაირი სისხლიანი კაროჩე ფსიქოპატი თუ მოუნდა თან ვითო არ არის ეგრევე რაღაცა ბანი ვარ მაგრამ ის ანუ რაღაცნაირი ტიპია რა აი რაღაც სინიკოსი როჟა რაღაცნაირი როჟა რა ფიქრი აი ფიქრი მეოსება ძალიან რა ოღონდ ხა ანუ ფიქრიც ხო ცალკე ანუ ფიქრიც არის და ფიქრიც რა იმენო მაგარი ორსინკერი ვარ თუ რაღაც სირცხვილი ძალიან კაია რა რაღაცებს სწორად ხედა ვაფშე სირცხვილი ძალიან გავს ჩემს მოკაცევასება ქართველებს კარგი სიტყვა გვაქვს რა სინდისი გავს რა რაღაც პონჩი ერთნაირი როჟები არიან მაგას რო გრძნობ ანუ აქ სიგნალი მოგცა რა და ეგ კაია სიკეთე აი სიკეთე მევასება მაგრად კეთებაც და ყველაფერი რა რაც ამ სიტყვასთან კავშირშია მაგრად მევასება შენ იმ ემოციის მისაღებად თუ აკეთებ აი სიკეთეს რო ანიჭებ როგორს ბედნიერებას რო უხარია და მაგ ემოციის მიღება რო გინდა მაშინ თუ ანუ ეხა რო არა ტენდენცია აი კამერით აი ჩვენ ბებოს მივეცით 100 ლარი თუ რაღაცა ეგ ვაფშე ჩემი აზრით ეგ არაფერი არ არის რა სიკეთის კეთება შეიძლება არ იყოს სიკეთე კი, შეიძლება რომ რაღაცისთვის გამოიყენო რა პროსტა ან შორსაც არ წავიდეთ ან ტელეფონით რო დენ ყველაზე კაი მაგალითია ხა. ჩემი აზრით ანუ შეიძლება მართლა აკეთებს, მაგრამ რავი რა ჩემი აზრით გადაღებოთ რაღაც არ უნდა. უცხო ნომერი ბოლოს გამიბაზრდა ნომერი TikTok-ზე რა და დღეში მირეკავს. აი რა ვიცი ჩიგებაზრები უამრავი ადამიანი რა. ბოლოს უკვე ბლოკავ ყველას. შიმშილი აქვს, მე მგონი საჭმელზე ვლაპარაკობთ, ხო? აი შიმშილი მქონდა იმის რა ქვია. შიმშილი მაქვს ხოლმე სულ იმის რა მოგების რა. სიმართლე რო გითხრა.
ეხლა ხო, კი, სულ მართლა, აი, ჯერ მოგება, მაგრამ მევასება. მე წაგება როგორც არ მევასება, ზუსტად ეგ ემოცია კიდე რომ დავუმატო იმას რომ მოგება, მაგრამ მევასება. აი, ეგრე მევასება მოგება რა, ანუ ძალიან რა. ხო და ეგ სულ აი მე ანუ რონალდუ ვარ რა. იმენა სულ მოგება მინდა მართლა რა. და შეიძლება ეგ იყოს იმ ემოციების გამოწვევი, რაც ქარაქტერს ჩამოუთვალეთ წეგან რა. ყველა შეიძლება კი რა უეჭველი ეგ არის, აბა რა მაყვირებს მე. აბა რას დავცინო. მოგება მინდა. სექსი, ენერგიის წყაროს. წარმატება. ვერ ვიხსენებ, მაგრამ ჩემი აზრით რამდენიმე დღე გრძელდებოდა ან შეიძლება ერთი კვირაც რა მაგ გააზრების მომენტი რა, ხა წარმატება და ლუჩიანო პავაროტ ბაზარია რა, მაგრამ ის პირველი ბეთლები რო დაიდო და რა იქ უკვე ედიტები რომ ხდებოდა ჩემი თავის. რაღაცა ისეთი ფონტი იყო ხო რა? ვა, რა ხდება? რატომ აედიტებენ და რაღაცა. სიზმარი, სვეტში გებაზრებით, გინდა დაიჯერეთ, გინდა რა ზო. ყველა ხო ხედავს რაღაც სცენარს სიზმარს, რო აი თითქოს სადღაც შინაარსი აქვს და რაღაცა. რა სიგიჟეები მესურვებს მოვიცი? მანქანაში მონიტორზე კოდის ჩასაწერი სისტემა მოგვდა და რიპასას თუ ჩაწერ მიფრინავ და რაღაცა სიგიჟეები მარველში ვარ რა, რო ვიძინებ რა ვაფშე. დედასვიც ვარ ხან სპაიდერმენი ვარ და რაღაცები და ცოტა სიგიჟეა რა. ანუ ის პონტი არ მაქვს რომ ხოვაზე ხარ წყალს მოუყევი თუ აუხსენ. სულ თესლობები მესიზრება რა, ხან მიკი მაუსის იმაში ვარ, ხან რა. მაგარ რაღაცას მოგიყვები. ბოლო ბეთლი რომ მქონდა იტოქში მეორე რაუნდი დავწერეთ რა მე და მოსემ. всё რა მზად არის იდეაში. და 2 დღეა დარჩენილი რა, აი ზეგ არის ბეთლი და ძინავს, მაგარი მძინავს თან და flow დამესიზმრა. ანუ მონოჰოლში ვდგავარ, რაზმანიც მაგდაჟე იდეაში ჩაფიქრებული, მაგზმანი ვდგავარ და ისეთი flow დავწერე, აი ამას რო ვბაზრო, პროსტა მახსოვს რომ რატომღა ყურსასმენი არ გვიკეთია სიზმარში, იმიტომ რომ არ გვაქვს. და ფულა აიძახეს რა ხმაურის გამო. და თავიდან დავიწყე რა და ეგრევე გამეღვიძა და ჩავწერე რა voice-ის მაგ ჩემ თავს გავუგზავნე. სიტყვებით დამესიზმრა. ცხოველები ძალიან მევასება, მაგრამ უფრო კაი ფაქტის არის, რომ ცხოველებს ვევასები აქეთ რა, კაი ენერგია მაქვს და სულ მოდიან ხოლმე და მეთამაშებიან, ძაღლი მიყვარს ძალიან და კატა შემიყვარდა კიდე ბოლო დროს, ოღონდ მანამდე ვერ მომდის საერთოდ. ჩემი ცხოველი არის, ჩემი ფიუჩილ ცხოველი არის ისა რა ქვია, ლომი, სიღრმე. ხო აი ეგ ფიქრი რო იყო მაგ დროს ვიბაზრე, ანუ ეგ გულისხმე რა, საერთოდ არასაჭირო ფიქრები მეთქი მაგას გულისხმობდი, ანუ პროსტა რო ვერ სინქერო, რა ყველაფერზე აბსოლუტურად ეგ არის. მაგ კუთხით სიღრმე, ხო, მაგ კუთხით მაგრამ ყვინთავ ხოლმე რა სიღრმეებში და მედი ამას. კოშმარებს ძალიან იშვიათად ვხედავ. საერთოდ თითქმის არ ვხედავ, მაგრამ კოშმარებიც რაღაც სტრანი მესიზრება ის არის ფიზიკის კანონებს რო ეწინააღმდეგება. ტუალეტში ზვიგენი რო შეგჭავს თუ რაღაც რა. დინება. ჩემი დინება მაგ და ყველას ვეპატიჟები მანდ.